მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს. რექტორის არჩევნები 30 იანვარს გაიმართება და იმას თუ ვინ უხელმძღვანელებს სასწავლებელს მომდევნო 4 წლის განმავლობაში 8 პირისგან შემდგარი აკადემიური საბჭო გადაწყვეტს. აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრის ირმა ქურდაძის თქმით, რექტორობისთვის შემდეგი კანდიდატები დარეგისტრირდნენ: მერა ბერიძე, თინა გელაშვილი, ვახტანგ თაქთაქიძე. როგორც რექტორი მაკა ბერიძე გვეუბნება, ხვალ 14 საათზე გაიმართება საჯარო შეხვედრა, სადაც კანდიდატები თავიანთ სამოქმედო გეგმას წარადგენენ. ამ ეტაპზე უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძეა, რომელსაც ეს თანამდებობა 2 ვადით 8 წელია უკავია. მესამე ვადით ბერიძეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. რა გეგმა აქვს მაკა ბერიძეს? როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში თქვა, აპირებს უნივერსიტეტში დარჩენას როგორც პროფესორი. მე არ ვაპირებ წასვლას, თუმცა მე არ შემიძლია გითხრათ მე ვრჩებ. გესმით, აი ამ რეალობით 6 მარტიდან მე გავაგრძელებ როგორც პროფესორი. 30-ში არჩევნები. ნახეთ, ჩვენი წესდების შესაბამისად რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო. ასევე რექტორის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო. აკადემიურმა საბჭომ გამოაცხადა რექტორის არჩევნები და ჩანიშნა როგორც სამოქმედო გეგმის განხილვის დრო, ასევე ჩანიშნა არჩევნების დრო. და ეს გამოქვეყნებული გვაქვს ჩვენს საიტზე. 27-ში იქნება სამოქმედო გეგმების მოსმენა, ხოლო 30-ში აკადემიური საბჭო აირჩევს ახალ რექტორს და ბატონი თინა გელაშვილი, ბატონი მერა ბერიძე, ბატონი ვახტანგ თაქთაქიძე. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენება იგეგმება. როგორც უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, შენობა სავარაუდოდ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აშენდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას გეგმავს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება პროექტის დეტალების დაზუსტება. რექტორის განმარტებით, გეგმავენ შენობა გათვლილი იყოს არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ აკადემიური პერსონალისა და უნივერსიტეტში ჩამოსული სტუმრებისთვისაც. 35 წლის განმავლობაში ყოველთვის რო იდგა დღის წესრიგში, ეს არის ახალციხეში საერთო საცხოვრებელი რეგიონში, სადაც ქართველი და არაქართველი ახალგაზრდები ერთად არიან, ახალციხელი და არაახალციხელი ახალგაზრდები ერთად არიან. საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან არიან სტუდენტები, აი განსაკუთრებით ვეტერინარიის მიმართულებით. აი ამ სტუდენტებისთვის ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანია საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომელიც სავარაუდოდ პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება. ბიუჯეტირება და ასე შემდეგ ჩვენ გადაწყვეტილი, ეს არის უნივერსიტეტზე დამოკიდებული, ჩვენ უკვე დავალება გვაქვს მიღებული პროექტის შესახებ, რომ ჩვენ პროექტირება გავაკეთოთ, ზუსტად განსაზღვროთ რამდენი სტუდენტი და გვინდა რომ არა მხოლოდ სტუდენტებისთვის იყოს პერსონალისთვისაც, იყოს ჩამოსული სტუმრებისთვისაც და გარკვეული ინფრასტრუქტურაც ახლდეს ამ საერთო საცხოვრებლებს, მაგალითად, ალბათ ძალიან კარგი იქნება ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტი საღამოსაც შეძლებს შესვლას ამ ბიბლიოთეკის სარგებლობას და თუმცა ისე ახლოს არის ეს, ისე ახლოს იქნება სასწავლო კორპუსთან, რომ პრობლემა მაინც არ გაჩნდება. ამიტომ ამ ეტაპზე დაწყებული გვაქვს პროექტირება და ახლა ყველაფერი უნივერსიტეტზეა დამოკიდებული, რომ ზუსტად განსაზღვროთ რაოდენობა და შევადგინოთ ჩვენთვის ჩვენ საჭიროებებზე მორგებული პროექტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან უწყების თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყება წერს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.